მთავარი ამბავი არის ის, რაც ხდება ეხლა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და რეალურად რას მოუტანს ეს ყველაფერი რეგიონს, საქართველოსთვის რა ტიპის სიგნალია, თქვენი დასკვნა რა არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. არა მხოლოდ სომხეთის და აზერბაიჯანისთვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის არის მისაბაძი და მისალოცი ის, რაც ხდება დღეს კავკასიის რეგიონში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პირადად ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კავკასიაში და აკეთებს იმისათვის, რომ კავკასიაში იყოს საუკუნოვანი მშვიდობა, რეალური მშვიდობა და არა ის მშვიდობა, რომელიც ბოლო 30 წელია რუსეთი თავს ახევს ჩვენს რეგიონს მისი სატელიტი რეჟიმებით, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა საუკუნოვან მშვიდობასთან ერთად კავკასია იყოს ყველაზე დიდარი რეგიონი აღმოსავლეთ ევროპაში, ვინაიდან ის სავაჭრო გზა, რომელიც კავკასიაზე გაივლის და ეს არ იქნება მხოლოდ ზანგეზურის გზა, ეს იქნება საქართველოზე გავლილი გზა, ეს იქნება ბაქო-თბილისი-ჯეიხანი, ყარსი, ყველა ის გზა, რომელიც იქნება გაშლილი და ლოჯისტიკურად მომგებიანი, როგორც შუა აზიისთვის, ანუ აღმოსავლეთ სოფლიოსთვის, ასევე დასავლეთისთვის და ევროპისთვის, ეს იქნება მნიშვნელოვანი სიმდიდრის და კეთილდღეობის შემომტანი საქართველოში. და ამას ხელს უშლის პირადად ბიძინა ივანიშვილი. პირადად ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია, რომ საქართველო იყოს რუსეთის ღარიბი მეზობელი. პატარა სოფელი, როგორც მან თქვა, და რუსეთს ჩაუგდოს ხელში. ბიძინა ივანიშვილის და მისი ბანდისთვის, კრიმინალებისთვის, რომელიც დაგვასვა თავზე, მათთვის საქართველო არის ორი რამისთვის მნიშვნელოვანი. აქ მოაწყონ ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრები და გაძარცვონ ევროპელი და ამერიკის მოქალაქეები და მეორე, საქართველო იყოს ნარკო ტრაფიკის, ანუ ნარკო რეალიზების გზა და საქართველო იყოს გამტარი ნარკოტიკების და იმ ბევრი კრიმინალის, რომელიც თავს მოგვახვია ბიძინა ივანიშვილმა და რუსულმა რეჟიმმა. არჩევანი არის ძალიან მარტივი. ამერიკის შეერთებული შტატები არის რეგიონში, ევროკავშირი არის რეგიონში, არჩევანი ვისთვის არის მარტივი? საქართველოს მოქალაქისთვის არის მარტივი. დღეს ჩვენ მოღალატეები, კრიმინალები. აი რაც არ უნდა მოხდეს აქ, აი ბიძინა ივანიშვილმა ეხა პარტიების გაუქმებას დაიწყებენ, ომს საქართველოს დააბრალებენ, ეცდებიან რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარონ, რაც არ უნდა გააკეთოს. ისტორიისთვის ეს ხელისუფლება, ვინაიდან ისინი ცდილობენ რომ ამ მნიშვნელოვანი კეთილდღეობის გარეშე, ხელშესახები წარმატების გარეშე დაგვტოვონ, ეს გვარები, ვინც ახლა დღეს მართავენ საქართველოს, შევლენ იმ გვარებთან ერთად და ეს პიროვნებები, გვარების საერთოდ შუაში არ არის, ეს პიროვნებები შევლენ იმ მოღალატეების გვერდით დაიკავებენ ადგილს, რომლებმაც უღალატეს საქართველოს სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვანი. აი ეს ორი განცხადება, რომელიც გავრცელდა, რას გეუბნებათ თქვენ? ერთი ირაკლი ყობახიძეს ეკუთვნის, რომელმაც პლატფორმა X-ზე დაწერა და მეორე საგარეო უწყებამ გავრცელა განცხადება და სხვათა შორის ამ შეთანხმებას ისტორიული უწოდა. მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიაო და ყობახიძე წერს თავის განცხადებაში, რომ მიესალმება ისტორიულ მომენტს და რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობას თანამშრომლობასო და გააგრძელებს მის ურყევ მხარდაჭერას. ანუ როგორ ფიქრობთ, ჩვენ ადრეს გვისაუბრია, რომ ივანიშვილთან მიმართებით შეიცვალა ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ამის შესახებ ძალიან კვალიფიციური ადამიანები საუბრობენ, სპეციალისტები, საერთაშორისო ურთიერთობების მიმომხილველები, როდესაც ხაზები გაიულო, ხო, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. არის თუ არა ის აი ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობ, თავსებადი ამ რეალობასთან და მორგება შესაძლებელია თუ არა, თუნდაც იმ 15-ის შეხვედრის გათვალისწინებით, რაც გადაწყდება რუსეთ-უკრაინის ომში. მადლობა ამ შეკითხვისთვის და დიახ, ზუსტად რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში 22 წლის თებერვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ღიად გადაწყვიტა, რომ ის დაიჭერდა რუსეთის მხარეს, ოღონ ეს არჩევანი არ გაუკეთებია ქართულ ხალხს. ეს რეჟიმმა გადაწყვიტა და მისმა წარმომადგენლებმა. ანუ ბიძინა ივანიშვილი დადგა ტერორიზმის და ტერორისტების მხარეს, ეს იქნება და ვიცით ხო, ირანი და მისი მოკავშირეები, რუსეთი და მისი მოკავშირეები, რომელიც ძალიან მცირეა და ყოველწლიურად მცირდება. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მათ შორის პირადი გადაწყვეტილებებით ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ საქართველო განიხილებოდეს როგორც რუსეთის მოკავშირე.
და ამას თუ ვინმე ეწინააღმდეგება პირველ რიგში ეს არის ქართველი ხალხი. რაც შეეხება იმ განცხადებებს და როგორია სინქრონიზაციაში იმასთან რაც განცხადება და ორი გამოხმაურება. სხვა განცხადების შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ 4 თუ 5 დღის წინ ბიძინა ივანიშვილს რო ყავს პირადი ფანტაზიური, ხო ის აგვარია ეს ფილოსოფოსი კარის შათირიშვილი, რომელიც ამბობდა რომ deep state-ი დაამარცხა ტრამპი და დაიმორჩილა. რომელიც შემდეგ პოლიტსაბჭოს წევრებმა ქართული ოცნების ერთ-ერთში გაიმეორეს და პროპაგანდისტული მედია ამბობდა რომ ტრამპი დამარცხდა deep state-თან. არადა ჩვენ ვხედავთ რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არის ის რომელიც არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში იბრძვის მშვიდობისთვის. მათ შორის რუსეთ-უკრაინის ნაწილში და აუცილებლად მნიშვნელოვანი იქნება და კავკასიაში იქნება ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოვიშორებთ როგორც ამ ქვეყნის კიბოს და მეტასტაზას, რომელიც ცელდება და ეს არის თქვენი პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი თავსებადია ახალ ისტორიულ ერასთან თუნდაც როგორც მოხდა აღწერა. თენგო, აი როგორ ფიქრობთ, ეს რაც მოხდა ეხლა სომხეთ-აზერბაიჯანის მონაწილეობით ეს ისტორიული შეხვედრა, რომელიც შევაუახლეს ისტორიის სახელმძღვანელოებში, აი ომის დასასრული და ასე შემდეგ და ყველას თავისი გზა ჰქონდა, კიდევ ერთხელ მინდა ამას ხაზი გაუსვა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც აქამდე მისვლის, ამაზეც ვისაუბრებთ რა გზაზეა ლაპარაკი, როგორ ფიქრობთ, აი თქვენც მინდა ეს კითხვა დაგისვათ. ეს არის გარკვეულწილად აპათიის საფუძველი, რომ საქართველოს მიღმა შეიძლება დარჩეს, მაგრამ ესეც ცოტა ნაკლებად წარმოსადგენი შეიძლება იყოს. ამაზეც ვისაუბრებთ, თუ ეს არის იმედის მარცვალი, რომ აი სწორედ ეხლა, როგორც არასდროს არ ვიცი, თუ ასე არ არის, ალბათ შემისწორებენ შემდეგი სტუმრები, ინტერესი არის გამოხატული სამხრეთ კავკასიის მიმართ, რადგან 100 წლით შემოდის აი იმ კორიდორში, იგივე ტრამპის მარშრუტით შეერთებული შტატები. ეს გადაწყვეტილება და დათქმა ვადის, რომ 100 წლიანი გარანტია მშვიდობის კავკასიის რეგიონში ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნები, რომლებიც არსებობს, არის პრობლემური და მაგალითად ჩრდილოეთის დერეფანი საუკუნოვნად დაიხურება. რუსეთი მორჩენილია ევროპისთვის, მისი ასე ვთქვათ, ის მაგისტრალები იქნება გასადენები, სავაჭრო გზები თუ ასე შემდეგ და მისი პორტები, მათ შორის უკვე არა საჭირო და არაგანხილვადია შუა დერეფანი, რომლის აუცილებელი და უპირობო ნაწილიც არის საქართველოს, ლოჯისტიკური ცენტრიც არის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის საქართველოს, ვინაიდან ყველაზე უფრო სარგებლიანი, ყველაზე უფრო სწრაფი, ეფექტური, ხარისხიანი გზა გადის კავკასიაზე და მათ შორის საქართველოს. და ის თუ ვინ უშლის ხელს დღეს ამ ყველაფერს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ რომ ტრამპთან ერთად შეიძლება ალიევთან და ფაშინიანთან ერთად აუცილებლად იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელი იქ რომ მას ყავდეს ღირსეული ხელმძღვანელი და ეს არა სამხრივი ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სომხეთი და აზერბაიჯანი არამედ ეს იქნებოდა 4-მხრივი შეთანხმება საქართველოს თანამონაწილეობით მაგრამ საქართველოს აუცილებლად იქნება ამ შეთანხმებაში რაც არ უნდა უნდოდეს რუსულ რეჟიმს დღეს ჩვენ აი ეს არის ყველაზე დიდი სარკე ყველასთვის დღეს ჩვენ გვმართავს კრიმინალები პრორუსული კრიმინალები რომლებსაც უნდათ რომ პოლიტიკური პროცესი სრულიად გააქრონ საქართველოში სრულიად მოსპონ პოლიტიკური პროცესი. აი ნომრებზეც გადავიდეთ ახლა რადგან დღევანდელი ახალი ამბავია კი. საკითხი რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმები, როგორ შეიძლება საერთოდ ამ შედარება ერთმანეთთან ისეთ პროცესს უყურებს ახლა თითოეული ჩვენგანი, მაგრამ მაინც როგორც ახალ ამბავს მინდა რომ გამოვეხმაუროთ დროისში ჩატევის თვალსაზრისით და ქრონომეტრაჟის, ანუ თქვენი ნომერი 4 აიღო ქართველმა ერთობამ, ხო? ქართველმა ერთობა, ხოლო 5 აიღო ჩვენმა გაერთიანებულმა საქართველოს. მაინც შეიძლება მე მგონი შემოიხაზოს თქვენი ნომერი მიუხედავად იმისა რომ თქვენ არ გქონდათ სურვილი რომ ვინმე მაგირჩიოთ ამ არჩევნებზე იმდენად ცნობადობა არის მაღალი ხუთიანის და მე მგონი ოთხიანის შემთხვევაში დღეს სიტყვით ეს შორის ერთ-ერთ ხვალ შეეძლოთ განეხილათ ყოველ შემთხვევაში საარჩევნო კანონმდებლობით და კალენდარით რომელიც დამტკიცებული აქვს ამ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო ადმინისტრაციას და კრიმინალების ბანდას 10-ში უნდა განეხილათ ეს საკითხი და დააჩქარეთ იმიტომ რომ აი თითქოს ჩვენ ეგონათ მათ რომ აი ნომერს გამოვეკიდებოდით საარჩევნო ნომერი კი არა საქართველოს გვაქვს დასაბრუნებელი და აუცილებლად წავართმევთ ამ კრიმინალებს საქართველოს. რაც შეეხება საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით, დღეს ჩვენ ნახეთ ერთი ქართული ოცნება და შემდეგ 16 ეგრეთ წოდებული პროქსი, ანუ მოთანამშრომლე პარტია, რომელიც თანამშრომლობს ქართულ ოცნებასთან, იმიტომ რომ კონტექსტიდან ამოვარდნილია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.
და გადაწყვიტეს, რომ პარტიებს, რომელსაც მათი გაყალბებული შედეგებითაც კი საუკეთესო შედეგები აჩვენეს, ამ პარტიის საარჩევნო ნომრები ეგრეთ წოდებულ fake პარტიებს ჩამოურიგონ, რომ ამ მომრჩეველს გაუჩინონ განცდა, რომ თითქოს 4 ნომერიც არის საარჩევნო სიაში. აი კიდევ ერთი ამაზე მეტი მტკიცებულება, რომ ეს არის სიყალბე, კრიმინალი, რუსული სპეცოპერაცია. ამაზე მეტი აი სოფლიოში თუ დამისახელებთ ერთ სახელმწიფოს, სადაც ესეთი მსგავსი ფაქტი მომხდარა, ვიტყვი ბოდიშს მოვიხდი და დავასრულებ ამაზე საუბარს. თქვენ მოიძიეთ? არსად. როგორ შეიძლება იმ პარტიას ახლა სტუმარი იყო, რომელსაც სახელმწიფო პარტიაც იყო, ის ინტერნაციონალური წლის განმავლობაში. ასევე როგორ შეიძლება მათი შედეგებითაც კი გაყალბებული შედეგებითაც თავარ ოპოზიციურ პარტიას, ანუ ყოფილ სახელმწიფო პარტიას, თავარ ოპოზიციურ პარტიას საარჩევნო ნომერი წაართვა და არა მხოლოდ წაართვა, შეიძლება რომ საერთოდ არავინ ყოფილიყო, ხო ამ ნომრით და რაღაც კიდე შეიძლება საფუძველი ქონოდა და ესაუ. და ვიღაც fake პარტიებს, ანუ არასერიოზულ პარტიებს, ტექნიკურ პარტიებს მისცე. მსგავსი რამ სოფლიოში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები არიან მონაწილე რუსული სპეცოპერაციის და ის ეგრეთ წოდებული გაყალბების არჩევნები კი არ იქნება მხოლოდ. ანუ ეს არის რუსული FSB სპეცოპერაცია, რომელშიც მონაწილეობს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის ხელი შეუშალოს მშვიდობას კავკასიაში, მათ შორის ხელი შეუშალოს ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციას, ამერიკასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სიტუაციის ნორმალიზებას. ამაში მონაწილეობენ ის ვაჟბატონები, რომლებიც დღეს ლოტოტრონით თითქოს საარჩევნო ნომრებს ანაწილებდნენ თუ ათამაშებდნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ. არავის შერჩება სამშობლოს ღალატი. თორემ საარჩევნო ნომერი საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ სამომრჩეველს მოუწოდებ და ვეუბნები და ვპირდები რომ ეს არჩევნები რომელიც ახლა ტარდება ეს არჩევნები აუცილებლად ხელახლა ჩატარდება ჩვენმა საკრებულოს 100-მა წევრმა რომელიც აუცილებლად მომავალში საკრებულოს წევრები გახდებოდნენ უარი თქვეს ამ სიყალბეში მონაწილეობას რაც არ უნდა შედეგი მიიღოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ეს იქნება ქართული ოცნება თუ ის fake 16 პარტია რომელიც ქართულ ოცნებასთან ერთად დაპირებს არჩევნებში მონაწილეობას ჩვენ ამ არჩევნებს გავაუქმებთ ჩავატარებთ რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებზე ორიენტირებულ არჩევნებს, სადაც მიიღებენ რეალური კანდიდატები და არა გამოგონილი კანდიდატები, სადაც მიიღებენ მონაწილეობას არა პოლიტიკურ კაბინეტებში შეთანხმებული კანდიდატები, რომლებიც ინაწილებენ ეხლა ოლქებს, არამედ მიიღებენ რეალური ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებით და პრობლემების გადაჭრის გზით აღჭურვილი და ცოდნე ადამიანები რეალურად მიიღებენ. საქართველოში და კავკასიაში და ამ რეგიონში აუცილებლად იქნება დემოკრატია და დაბრუნდება დემოკრატია, იმიტომ რომ საქართველოს იყო დემოკრატიის ავანგარდში. აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენ ვართ ცივილიზაციის და დემოკრატიის კედელი, რომელიც უნდა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოშალოს. შლის ამას ეფექტურად, მაგრამ ჩვენ ხელს შეუშლით. აუცილებლად ყველა მიიღებს პოლიტიკურ პასუხს. არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ ყველა ის პოლიტიკური პარტია, ვინც თანამშრომლობს ქართულ ოცნებასთან. დიდი მადლობა თენგო, დაგემშვიდობები, თენგო თევზაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.